ეხლა TV პირველი ჟურნალისტზე თქვენ თქვით და აი ესე იგი დედა ღამე აგინებენ ამ პოლიციელებს და მე მინდა რომ აი არაერთხელ მithქვია და რასაც ჩვენი პოლიცია უძლებს ამას ვერავინ ვერ გაუძლებს მე მგონი ვერავინ ამ ქვეყანაზე იმიტომ რომ ეს არის მართლაც სასწაული მეგობრებო იმიტომ რომ პოლიციელების აი რა შეურაცხყოფასაც აყენებს ეხლა აი კონკრეტულად TV პირველი ჟურნალისტი ეს არანორმალური ეს რაღაცა ფსიქიკასთან პრობლემის მქონე ნატა გოგელია ნატო გოგელია რომელიც აი ჩართვის დროს ისი აქნებს თავს ეს შეურაცხადი მგონია და ფსიქიკური აშლილობა აქვს რაღაცა მე მგონი ამას იმიტომ რომ აი რა შეიძლება ადამიანმა ესე რაღაცა 1000-ჯერ აქნიო თავი და აი ეხა ნახეთ ერთი რას უკეთებს პოლიციელს სპეცნაზელს და ეს რომ ამას სააკაშვილის დროს გაეკეთებინა წევში გადაამტრევდნენ იქვე რა მაგრამ სააკაშვილის დროს ეს სხვაგან იყო ალბათ რა იმ ნატა ფერაძის არ იყოს 2012 წლამდე იმასა ვაკეთებდიო ალბათ იმას აკეთებდა ესეც რა ხო იმედოლოგისა არ გერიდებათ მაინც არავინ არ უყავს ეხა რატო გვაგინეს სპეცრაზმელებმა ტყუილად ჩემი არც შენი არა ჩემი სახელმწიფოსი არ რომელსაც მე ვაფინანსებ რა ხო და რატო არ უმწავა მოვიღებ უბრალოდ ანუ პოლიციის პიკაპებში აქვს დამალული ისინი რა ქვია მოიცადე ერთი წამი გადამიღე ფოტოები და თავი შუნზე ხონდა ყველა არა ხო ეს ფოტოები პოლიციის პიკაპებში აი პოლიციის პიკაპებში არის დამალული ისინი რა ქვია სპეცახლა რატო გაქვს პოლიციის პიკაპებში რატო მალავ პოლიციის პიკაპებს იყენებენ საფრთხილობისთვის რატო მალავ ხო მასი კაიჯი საკითხად არ დაგინახოთ მოსულები არ შემეთქი ვერკი და ბიჭო საქართველოს ახალანი მარტო დედას მოგიწყობს ესე იგი ეს თვითონ ატვირთეს ერთი ბერიძე არის ვიღაც არანორმალური ბათუმელი აქტივისტი ნაცების და ეგ დააწერა რომ ნატო გოგელიამო ნახე რა უქნა ესე იგი პოლიციას უვარდება მანქანაში პოლიციას ეუბნება რატო გადაგაკ პოლიციის მანქანით უნიფორმა გესმით აბა რითი უნდა გადაეტანა და როგორ ესე იგი ძრება ესე იგი ეს ფაქტობრივად ესე იგი პოლიციის აღჭურვილობაში ყოფს ხელს ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ხა რაც ამან გააკეთა იმიტომ რომ ეხა ამერიკაში ამას რაც ეხლა ამან ააგდა ადგილზე დახვრიტავდნენ შენ რა იქნება რა დევს იმ იმაში პოლიციის მანქანაში ეს არის სხვისი ესე იგი ვერ გავიგე ესე იგი ეგ იგივე ეხლა რომ შევიდეს იქა და რაღაცა ბაზაზე რაღაცა გააკეთოს ვინ რა იცი რა დევს იმ იმაში და არ მოხვირი აქ და მიაგინა მე ვიღაცა მიქიმ პოლიციას აი შეიძლება ხალხო აი ამის მოთმენა მაინტერესებს აი ამის რასაც ჩვენ ეხლა ყოველდღიურად უყურებთ და მე ამბობენ პოლიციელებსო რატო ძალადობენო ამათ პოლიციელები მართლა ის გონიათ რა ქვია ჩვეულებრივი კი არ გონიათ რაღაცა ისე რობოტები გონიათ აი ხა კიდე ერთი კადრი აი რასაც პოლიციის მე მინდა მივმართო შესაბამის უწყო დააპატიმრეთ ეს ნატო გოგელია ეს არის დამნაშავე ჟურნალისტობა ინდულგენცია არ არის შენ თუ დანაშაულს ჩაიდეს ვერც TV პირველი ჟურნალისტობა გიშველის და ვერც ვერაფერი და მე ვერ გავიგე ამდენი ხანია ქვეყანა ინგრევა ერთი კაცი სისხლის სამართლის წესით რა ვიცი არის დასჯილი ისე ვიღაცა კი იქნება 1-2 ალბათ მაგრამ რა ამდენი დანაშაულის ფერვერკია რასაც ქვია რა და ეს პოლიციელების კაცო მეცოდებიან აი რა რამდენი უნდა უთმინონ აი თქვენ ციხეებში ჯდომა არის ჩვენთვის პატივი გასაგებია და აი ამ ჯდომა არის სირცხვილი და შეირაცხებით აი ეგრე ისტორიაში ხო მე შევირაცხებ შენ ხე უზრდელი გონი მაგრამ ხა გოგო ვარ და როგორ ლაპარაკობ შენ კაცი ხარ და კაცურად მოიქეცე ბიჭო ყალეები ვიტრო იქ უზრდელი ხარ უზრდელი ვარ კი არა მეტიც ხარ და შეაშინეთ ბებია თქვენები გაიგე და აი პირველები გაიქცევიან რო რა და თქვენ სიებს ყველგან ამბობთ და ყველგან დედამოგეცხნებათ რო რა მალაკეც კი არა ეგრე იქ შენ აი ევროპელები
ვლაპარაკობ ხა იცი რატო რომ ძალიან ბევრი ვისწავლე ძალიან ბევრი ვიშრობე 15 წლიდან და შენ ხა 500 და 700 ლარს იღებ ჩემ დარბევაში თითოთრეში და იგე და შენაირი სტილების მე და ნაია საწავიღო ის დიპლომი გეკითხე უზრდელი ვიქნები შენაირი ხალე მაინც არ ვიქნები აი ახლა ამის გამქმედების გამო აი ახლა ევროპაში ამას თმებით ითრევდნენ და შეაგდებდნენ იქა ადმინისტრაციულად მინიმუმ სამართლი არა მინდა სისხლის სამართლის დანაშაულია ეს ბოზანდარა ესა ხედავ აი პრასტიტუტკა ეს აშპანდოვკა რასაც ქვია რასაც პოლიციას ესე იგი მიმართავ შებოდიში და ისაო რა ეს სამი ასოციო სამი ესე იგი როგორ შეურაცხყოფს ეს ახლა აი პირის რო გააღო კანალიზაციის მილი გასკადა რა და ეხა ვის ოჯახში შევა ეს ნაძირალა გოგო რა ეს ბოზანდარების კრებული არის ეს მაინტერესებს მიშას ბოზე აი ნაცბოზების კრის როდის ჩატარდება აქცია რომ ერთი ნახო ერთი რამდენი ხართ რა აი ეს ახლა შეიძლება ნორმალურ ხალათ ეხა აღიქვა და თან ასწავლი მაქვს იძახის 15 წელი ბორდელში მუშაობდა ალბათ რა საადულა ემუშავა რა განათლებაზეა საუბარი 10 დიპლომი რო კონდეს თუ ძილობა ბატონო ლექსო ეს ახლა მომისმის ესენი არიან ბევრი განათლება არ გაიშვა ეს ახლა შეიძლება მე ვიღაცა უზრდელო ქალო პოლიციელმა უნდა ითმინოს რომ ვიღაცა აგინებს ეს ახლა უნდა მოეკიდათ ქეჩოში ხელი მე რა რომ ქალი არის აი თმებში უნდა მოეკიდათ ხელი და შეგდოთ იქა იმ იმაში რა